მინისტრის განცხადებით მშვიდობა სხვა დადებით შედეგებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანს საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვნად გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს, რადგან კონფლიქტი ყოველთვის ქმნის ნოყიერ ნიადაგს გარე ძალების ჩარევისათვის. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ინფრასტრუქტურაზე სრული სუვერენიტეტი და იურისდიქცია სომხეთის რესპუბლიკას ექნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო განცხადებაზე საუბრისას, რომელიც ტოპონიმებს ეხებოდა, მირზოიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რიტორიკა არაკონსტრუქციულია, მისთვის გაცილებით დიდი წონა აქვს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს, რომლებიც ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. მინისტრმა დაადასტურა, რომ სომხეთი აგრძელებს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას, ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, ინარჩუნებს ურთიერთობებს რუსეთთან და ცდილობს მეზობლებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებას.